ტურისტი ისრაელიდან ამბობს, რომ საქართველოს ერთ-ერთ სასტუმროში მას და მის მეგობრებს თავს დაესხნენ. გვიყვიროდნენ და გვირტყავდნენ სასტუმროდან გამოსვლის მეშინია, ამბობს ახალგაზრდა. ვიდეო კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირებაც. ტურისტის თქმით, თავდამსხმელები პალესტინის მხარდამჭერ შეძახილებს სკანდირებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით ისინი ქართველები არ არიან. ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს პორტებს პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის სათამაშო მოედნად აქცევს, წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი. ის ეხმაურება ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც ბოლო 2 წელში საქართველოში შემოსული 19 გემი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. სანავიგაციო სისტემის გამორთვა სისხლიანი ნავთობის გადასაზიდად არის ომის დანაშაულებში თანამონაწილეობა, წერს კონგრესმენი. იმედია სომხეთს ესმის ბრიუსელთან სწრაფი დაახლოების პოტენციური ნეგატიური შედეგები, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი. ვლადისლავ მასლენიკოვის მუქარანარევ განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესი რუსეთში შეშფოთებას იწვევს, რადგან ევროკავშირი აგრესიულ სამხედრო პოლიტიკურ ბლოკად ყალიბდება. უკრაინის ომი პუტინს იმდენად ძვირი უჯდება, რომ შესაძლოა ის იძულებული გახდეს სამშვიდობო შეთანხმებას სწრაფად დათანხმდეს, წერს გამოცემა ბლუმბერგი. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთში ბიუჯეტის დეფიციტია და ომის დასაფინანსებლად კრემლს ფული აღარ ყოფნის. როგორც ბლუმბერგი წერს, ეს ინფორმაცია მათ საკითხთან დაკავშირებული წყაროებისგან მიიღეს.